ჰუმანიტარული პედაგოგიკის საერთაშორისო მოძრაობის ლიდერთა ფორუმი გაიმართა ბუშეთში, რომელსაც საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. პედაგოგიური ლაბორატორიის დამაარსებლის შალვა ამონაშვილის მიერ ორგანიზებულ ფორუმს 10 ქვეყნის 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ნახეთ მარია შუღაშვილის რეპორტაჟი ბუშეტიდან. ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო მოძრაობის ლიდერთა ფორუმი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეთში გაიმართა. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. შეიძლება სიამაყით არ იყო გამსჭვალული, როდესაც რამდენიმე ათეული ქვეყნის პედაგოგი ჩამოდის აქ ბატონი შალვას სამშობლოში იმისთვის, რომ აქ მოусმინოს კლასიკოსი და ის კლასიკოსი არის ქართველი. ამ ამბიზეიმი არის დღეს, ბუნებრივია ჩვენ არ შეგვეძლო არ დავსწრებოდეთ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და პედაგოგიური ლაბორატორიის დამაარსებლის შალვა ამონაშვილის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 10 ქვეყნის 80-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმზე ჰუმანური პედაგოგიკის კოდექსი განიხილეს. პროექტის მონაწილეებმა პედაგოგიური აზროვნების ძირითად მიმართულებებზე, სწავლების სისტემის განვითარებაზე, კლასიკურ და ჰუმანურ პედაგოგიკაზე ისაუბრეს. ეს ყველაფერი დაიწყო პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში რამოდენიმე ათეული წლის წინ და მას შემდეგ უკვე პედაგოგები, ძველი პედაგოგები და უკვე ახალგაზრდები, რომელიც დღეს იწყებენ თავიანთ კარიერას, აი ამ პრინციპებით მუშაობენ. რამაც საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა პირველ ექსპერიმენტულ სკოლას. ამას 10,000-ობით მასწავლებელი მიჰყვება. საბჭოთა კავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში ქვეყნები იყვნენ, იქიდან ამოძრაობას სათავე დაედო თბილისში. პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. არა მაშინ ჩავსახით რაღაც ექსპერიმენტი, მე საქართველოში გავრცელდა, მე აქ აღარ მოუნდათ ესა და აგერ ჩვენს გარეთ კიდევ ეს ძალიან კარგად მიიღეს. შალვა ამონაშვილი რამდენიმე წელია რაც რუსეთში ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრს, საგამომცემლო სახლს, ასევე უკრაინისა და ბალტიისპირეთის 250 ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. ეს დანიშნულების გარშე კაცი არ იბადება. მოაქვს უძლიერესი ენერგიათანაც ამ დანიშნულების განსახორციელებლად და თითოეული ბავშვი არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. როგორც არ უნდა იყოს, ავადმყოფი დაიბადება, ჯანმრთელი დაიბადება, მახინჯი, თუ რაღაცა ტალანტი თუ ამის გარშე მოვლენა. და აი აქედან ამოდივართ პედაგოგიკის აგებისას. არა, მე ვიყენებთ უზნაძის თეორიას ბავშვის ფსიქოლოგიაში, იმით ვსარგებლობთ. ჰუმანური პედაგოგიკის კოდექსი 2014 წელს დასამტკიცებლად მე-13 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს წარედგინებათ.